ფიქრით ვარ გაფითრებული, განასიკვდილი მაშინებს. ეს ფრაზა მისი ლექსიდანაა. ეთერ სამხარაძე ჯღამაძე, პოეტი ქალი, რომელიც გულწრფელად უმღეროდა სიცოცხლეს, სიყვარულს, აფხაზეთსა და მთელ ქვეყნიერებას. აფხაზმა სეპარატისტებმა დახვრიტეს. ხსოვნის საღამო ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში გაიმართა. ღონისძიებაზე გაიხსენეს პოეტის ცხოვრება და შემოქმედება. ეთერ სამხარაძე ჯღამაძემ აფხაზეთის ტრაგედიამდე 20-მდე წიგნის გამოქვეყნება მოასწრო. პოეტის ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, აფხაზურ და სხვა ენებზე. არაერთმა კომპოზიტორმა შექმნა მის ლექსებზე საესტრადო, საგუნდო და საბავშვო სიმღერები. იმდენად ამაღელვებელია და იმდენად რომ აი ემოციებში ვარ მე აი ასეთ საღამო მართალია ეს თემა და აფხაზეთის თემა საერთოდ ყოველთვის აქტუალური იყო და იქნება ალბათ და აი ხშირად ეწყობა დედას ხსოვნის საღამოები მე მადლობა მინდა ყველას უთხრა აი ამ საღამოებისთვის და დედაჩემის მოგონებისთვის სიყვარულისთვის სითბოსთვის რასაც გამოხატავენ ჩემი ოჯახში და დედაჩემის მიმართ. ხსოვნის საღამო აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტის ავტორი კომპოზიტორი ია მაისაია იყო, რომელმაც მუსიკალურად გააფორმა ეთერ სამხარაძე ჯღამაძისადმი მიძღვნილი რეჟისორ ზვიად მიქელაძის დოკუმენტური ფილმი დამაყარეთ გულზე მინდვრის ყვავილი, რომლის პრემიერაც საღამოზე შედგა. მე ერთ-ერთ ჩემს მოგონებაში მას სათაურად გავუკეთე ქალი დღესასწაული. ის იმდენად გაცისკროვნებული იყო, აი ესე ჩამჩა ჩემს მეხსიერებაში. მსგავსი ადამიანი, იშვიათია. ყველას ეგონა თავისად თვლიდა ყველა. მიუხედავად ჩვენი აი ასაკის სხვაობისა, ის ჩემი მეგობრების დედა იყო, მაგრამ ასე მეგონა რომ ის იყო ჩემი მეგობარი და ჩვენი ურთიერთობები მიმდინარეობდა მუსიკალური ხანგრძლივი ხანგებით. ისე კი საზოგადოებასთან ურთიერთობის ნიჭი ან გაქვს ან არა გაქვს და ქალბატონ ეთერს ეს იმდენად ღვთისგან მონიჭებული ქონდა განძად რომ და თანაც შერწყმული მის პიროვნულ თვისებებთან. უკვე გეგმად დავისახე რომ მასზე ფილმი შემექმნა. ეს უკვე კარგი ხანია 15 წელია ამაზე ფიქრი. მე რაღაც მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა ამ ფილმის და ეხლა საბედნიეროდ აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტომ ეს განახორციელა.